ანდრეი ნეკრასოვისა და ოლგა კონსკაიას ფილმ რუსულ გაკვეთილებს დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე აგზავნიან. სანდანსის ფესტივალზე 800 ფილმიდან ჟიურიმ 12 არჩია, მათ შორის არის რუსული გაკვეთილებიც. საბოლოოდ კი გამარჯვებულს 31 იანვარს გამოავლენენ. საერთაშორისო ფესტივალს ტრადიციულად ამერიკის შეერთებული შტატები უმასპინძლებს. 2006 წელს კი სანდანსის კინოფესტივალზე პირველი ადგილი ქართველი რეჟისორის გელა ბაბულონის ფილმმა „ცამეტმა“ მოიპოვა. როგორც წესი, პოლიტიკურ ფილმებს საერთაშორისო ფესტივალები ერიდებიან. რადგან სანდანსი დამოუკიდებელი ფესტივალია, მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და ეს ფილმი მოხვდა ამ 12 ფილმში. მინდა ჩვენ გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ მოვულოცო. თვითონ თემა, რაც დოკუმენტური ფილმებისთვის არის მნიშვნელოვანი, არის უკვე უნივერსალური, ანუ ყველა მიცის ამ ფაქტის შესახებ, რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ და უკვე ხელოვნების კუთხით წარმატება ფილმის, ანუ A-კლასის ფესტივალზე მოხვედრა ხელს შეუწყობს მის ტელეკომპანიებზე გაყიდვას.